მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენ წინაზე განვიხილეთ აკუტაკის იარაღის წინაფეხები, სადგამი. პატარა გადაკეთება გავუკეთეთ ამ ფეხებს, რომელიც უკვე დავაყენეთ მაუზერის M18 მოდელზე, 6.5 გრიდმორზე. ამ იარაღის განხილვას მე კომენტარებში დაწერეთ თუ გსურთ. ცალკე დავდებ უკვე ამ იარაღის შესაძლებლობებს. მოკლედ ფეხები კარგად დადგა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც უნდა იცოდეთ ზოგადად, როცა შორს როლა გინდათ და იარაღზე რაღაც დამატებით დეტალს აყენებთ, მაგალითად ეს ფეხები. იარაღის წონა უნდა იყოს დაბალანსებული რა. ეხლა აი აქ თავის სამაგრი, რომელსაც თავის დანაყოფები აქვს. რამოდენიმე დანაყოფი აქვს. ამ დანაყოფებზე რო დააყენებთ, ასე თუ ისე უნდა დაიცვათ იარაღის ბალანსი. ასევე დღეს ამ იარაღის გასწორებასაც განახებთ, იმიტომ რომ სამიზნე ოპტიკა რაც აყენია Z Night Force, ვისიც არის იარაღი, ჩემო მეგობარმა გადაადგილა, არ ეკომფორტულებოდა, არ იყო თავიდან კაი დაყენებული, გადაადგილა, შესაბამისად ნებისმიერი გადაადგილების მომენტში ოპტიკა ირევა და სჭირდება თავიდან გასწორება. ნახავთ ჩვენს მიერ გადაკეთებული ფეხების შესაძლებლობებს, რამდენად კომფორტული გამოვიდა და ასევე ვნახავთ იარაღის გასწორებას 100 მეტრზე. თუ დრო დაგვრჩა 300 მეტრზე გავისვრით და ვნახავთ ამ იარაღის ჯგუფს 300 მეტრზე. ვისროლეთ 100 მეტრიდან პირველი კორექტირება გავაკეთეთ ამ ვაზნაზე. მეორე კორექტირება გავაკეთეთ ამ ვაზნაზე. პირველი ორი ვაზნა აი ამ ადგილზე მოხდა. დაჭირდა 3 კლიკის მილრადის გადმოწევა მარჯვნივ და 3 მილრადის გადმოწევა ქვევით. სამიზნის ყველა მოხსნა დაყენების დროს აუცილებლად გექნებათ ესეთი შედეგი. ეხლა ეს სამიზნე და იარაღი გასწორებული იყო თავიდანვე აი ამ მდგომარეობაში იარაღზე, მაგრამ ოდნავ გაამოძრავა მე პატრონემ და აი ამ ხელა სხვაობა მისცა პატარა გამოძრავება. მოკლედ მეგობრებო, ჩვენი ფეხები აი ესეთ გაშლილ მდგომარეობაში გრადუსით გაშლილით ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა 300 მეტრზე გავისვრით. თუ დასაკორექტირებელი იქნება, დავაკორექტირებ ჯგუფს, ნახავთ რა. ყველა ვარიანტში კლიკების მომატება დაჭირდა. გამოთვლით მოვუმატეთ უკვე კლიკები და გასროლის შემდეგ ნახავთ სამიზნეში სად მოხდება და იმის მიხედვით უკეთესად გავიგებთ 6.5 გრიდმორის ვარდნას 300 მეტრზე, მაგასაც გეტყვით. დაახლოებით 10-12 კლიკი ჭირდება, რომ 100 მეტრზე გასწორებული იარაღი 300 მეტრში სამიზნეს მოხდეს. გაქენი აბა. სადა? ორივე წითელშია? მესამე ვაზნაც ესროლე და გადავიდეთ და ვნახოთ. ერთი არის ოდნავ ქვევით. ეს არის მოკლედ 300 მეტრზე ჩვენი ნასროლე ჯგუფი. მე რავი ძალიან უკმაყოფილო ვარ. არ არის ეს ჯგუფი 300 მეტრზე რაც გაკეთებული გვაქვს, მაგრამ დღეისთვის ამას ჯერდებით რა. მოკლედ გავასწორეთ იარაღი, გავასწორეთ. ფეხებმა იმუშავა ნორმალურად. 300 მეტრზე ის შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც მე მინდოდა, მაგრამ არაუშავს შემდგომში გამოვასწორებთ. თქვენ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კიდე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა იმ ადამიანებს, ვინც გამოიწერა არხი, გვერდში მიდგას.
დაგიფასდებათ აუცილებლად კაი და კაი ვიდეოებით. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა ყველას.